დღეს ქორთიად მარიოტში გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო კანონპროექტის შექმნელების შეხვედრა ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან. შეხვედრის დროს გარკვეულ უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის. პრეზიდენტი ორიენტირებულია არა ქვეყნის განვითარებაზე, არამედ დისკრედიტაციაზე, იმიტომ რომ ის არ არის აბსოლუტური მმართველი ქვეყნის და ის დასავლეთში ქმნის იმ იმიჯს, რომელსაც ჩვენ ყველა კარგად ხედავთ, რასაც აკეთებს, რა თქმა უნდა იყოს შემცირებული და შეზღუდული მისი უფლებამოსილებები. შეიძლება ვიდაოთ სწორი იყო თუ არა გადატანა, მაგრამ როდესაც უკან წამოღებაზე არის საუბარი, ძალიან არაერთგვაროვანი პოზიციები არის. მე პირადად მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დეცენტრალიზაციისთვის, ქუთაისის და ზოგადად იმერეთის განვითარებისთვის, და ზოგადად პოლიტიკური ცხოვრების განფანტვისთვის ქვეყნის შიგნით. არის მაგალითები მსოფლიოში იმისა, როგორ მოქმედებენ მთავრობა და პარლამენტი განსხვავებულ ქალაქებში. კონსტიტუცია შეიძლება არ განსაზღვროს ამ პარლამენტის ადგილმდებარეობას, მაგრამ მისი ასე ნაჩქარებად გადმოტანა არის ჩემის აზრით ძალიან დიდი შეცდომა. ამოვიღოთ 52 მუხლი, განთავისუფლოს საკონსტიტუციო ვალდებულები და საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკური კლასი და ამ პარლამენტის ამოწურვის ვადასთან მერე ხელახლა დაისწროს ეს საკითხი, რაც ჩვენ საშუალებას მაქვს, რომ ერთ მხრივ საზოგადოებამაც უკეთესად გაიაზროს თქვათ პერსპექტივა და მეორე მხრივ პოლიტიკურმა კლასმა. პრეზიდენტს აქვს ფაქტობრივად ყველაფრის უფლება. ის არის პარლამენტის უფროსიც, ის არის მთავრობის უფროსიც, თქვენი უფროსიც და ჩემი უფროსიც. ასე წერია კონსტიტუციაში, რაც არავის არ მოგწონს. პრეზიდენტს არ უნდა ქონდეს უფლება გადააყენოს მთავრობა და პარლამენტის უკითხავად დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და თავისი საკუთარი მინისტრები. ეს არანაირად არ შეიძლება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა. ვაშაკიძე პოსტის დატოვების მიზეზად მისთვის მიუღებელ დღევანდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსს, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობას ასახელებს. ვაშაკიძის მიერ პოსტიდან გადადგომას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა. სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში საქართველოს პოლიციის ეთიკის ახალი კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პოლიციის ეთიკის ახალი კოდექსი წარმოადგენს პოლიციელის საქმიანობაში ძირითადი ეთიკური და მორალური პრინციპების ერთობლიობას. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სხვა სახელმწიფო უწყებების მაღალი დონის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებიც. პრეზენტაცია მეგულისხმობ ეთიკის კოდექსის პრეზენტაციას არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ არ ვჩერდებით. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩემი სურვილი და ჩვენი სურვილია, ჩვენი გუნდის სურვილია, რომ პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე დღევანდელ საზოგადოებაში. ადამიანის უფლებების საკითხი იყო და არის ჯერ კიდევ ესეთი ყველაზე მეტად სენსიტიური თემა ქართულ საზოგადოებაში, ვინაიდან ძალიან ბევრი ფაქტი არსებობდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის. შესაბამისად, ყველაზე მეტი აქცენტი გაკეთდა სწორედ ადამიანის უფლებების. ამისთვის იქნება ჩვენი შიდა მონიტორინგის სამსახური, რომელიც მე ჩემი ბრძანებით გავაძლიერე და შევქმნით. ეს იქნება დაახლოებით 50 კაციანი შიდა მონიტორინგის სამსახური, რომელიც გაუწევს მუდმივ სისტემატურ მონიტორინგს აღნიშნულ საკითხს. და თუ იქნება ადგილი ამა თუ იმ მოქალაქის მიმართ მათი უფლებების დარღვევას, ჩვენ გვექნება მყისიერი, ძალიან მკაცრი რეაქცია. უნებრივია ჩემთვის როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებები გახდა პრიორიტეტი. როგორც იცით, წლების განმავლობაში საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევები, გამოძიების ეტაპზე განსაკუთრებით ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევებს და თუ კი ეთიკის კოდექსი დაარეგულირებს ამ საკითხს და ვფიქრობ, რომ დეკლარაციულად, მაგრამ წინა პლანზე წამოწევს იმ თემებს, რომ ადამიანის უფლებები არის პრიორიტეტი პოლიციელისთვის, მე ვფიქრობ, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამ კოდექსში იყო ის, რომ პოლიციელმა არ უნდა შეასრულოს უკანონო ბრძანება. ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის და როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთი კიდევ მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ პოლიცია უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო დგას სერიოზული საბიუჯეტო კრიზისის წინაშე. მისი თქმით, 2012 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 2,3%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ 2,3%-ით, რაც არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 3 წლის, როგორც მინიმუმ ბოლო 3 წლის განმავლობაში. ყველაზე ცუდად გამოიყურება დეკემბრის თვე და თქვენ ხედავთ თუ 2010 წელს დეკემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 6,1% 2010 წელს, 2011 წელს ეს მაჩვენებელი იყო 8,5%, 2012 წლის დეკემბერი, როცა უკვე 2 თვეა ხელისუფლებაში არის ახალი მთავრობა, ჩვენ უკვე მივიღეთ ბოლო წლებში პირველი ვარდნა. მართალია ეს არის მხოლოდ 1,5%, მაგრამ ეს არის ძალიან საგანგაშო ტენდენცია, მით უმეტეს თუ შევადარებთ, რომ შარშან ამ დროს იყო 8,5%. თუ საშუალო წინა წლებში საშუალო ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შებარდებაში დერეგეს ბრუნვის იყო საშუალოდ 17-18%. ბოლო 3 თვეში ეს ციფრი მკვეთრად შეიცირდა, 6% იყო ოქტომბერში, ნოემბერში 3,6%, ხოლო დეკემბერში ჩობა კატასტროფული მაჩვენებელი, ეს არის -5,2%. ეს ეხება, ანუ ეს ასახავს საქართველოს ეკონომიკური სუბიექტების მიერ განხორციელებულ ბრუნვებს, რაც რეალურად არის მაჩვენებელი, ყველაზე მთავარი მაჩვენებელი ეკონომიკური აქტიურობის. სხვა ციფრებიც რომ ავიღოთ და წარმოვიდგინოთ რაშია საქმე, მაგალითად, ერთ-ერთი აქტიურობის მაჩვენებელი იმპორტის რაოდენობა, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მსგავსი მაჩვენებელია ექსპორტთან დაკავშირებით. სესხები და დეპოზიტები, ეს არის ძალიან საინტერესო სლაიდი. თუ ჩვენ შარშან თქვათ იგივე მეოთხე კვარტალში სესხებში ქონდა 4,2%, წელს ქონდა 1,7 და თუ შარშან ქონდა დეპოზიტებში 10%-ზე მეტი ზრდა, წელს 2%-ზე ოდნავ მეტი გვაქვს ზრდა. სასტუმრო რედისონში შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმა განაცხადა, რომ შრომის მოქმედ კოდექსში ყველაზე მეტი კრიტიკა ისმოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლების გამო. არც ერთ დამსაქმებელს მომავალში არ შეეძლება დასაბუთების გარეშე ერთი ხელის მოსმით ბოდისვიხთი გამოთქმისთვის გააგდოს დასაქმებული სამსახურიდან. ეს არის ყველაზე დიდი სიახლე, მაგრამ ამ კოდექსში თქვენ ნახავთ აგრეთვე იმას, რომ ზეპირი ფორმები არაერთი შრომითი ურთიერთობის შეიძენს წერილობის და უფრო სერიოზულ და დეტალურ ხასიათს, დროებითი დასაქმებულების ინტერესები იქნება უფრო მაღალ ხარისხით დაცული და აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე როგორც ქალ მინისტრს მინდა რომ იყოს ქალთა შრომა და ქალთა უფლებები უფრო მეტად დაცული და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროს ან დასაქმებულმა ან დამსაქმებელმა რომ ეს შრომის კოდექსი მხოლოდ მის ინტერესზეა მორგებული. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს დინ სპილმანს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილი სარჩელი იყო. გურამ საღარაძე საკუთარი სახლიდან რუსთაველის თეატრში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხოლო 3 საათზე იგი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ამ მოსმენის შემდეგ, როცა მოусმენდა ხალხი, უკვე ბევრი წიგნს კითხულობდა უკვე ლექსებისა და ასე რომ არა მარტო კითხვა იყო ლექსები, ხო პოპულარიზაცია, ქართული ლექსის, ქართული ლიტერატურის, სიყვარულისა და სიტყვოსი და ასე რომ დიდი მადლობა მას, დიდოსტატს. ჩვენგან წავიდა თავისი თაობის ერთ-ერთი უწინვალესი წარმომადგენელი. ჩემთვის პირადად ძალიან ბევრი რამ ქართულ ხელოვნებაში უშუალო და პირდაპირ დაკავშირებული ბატონ გურამ საღარაძესთან. ამასობაში ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანის გარდაცვალება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ მან იმდენი რამ დაგვიტოვა ჩვენ და მომავალ თაობებს, რომ მისი გარდაცვალება, მისი ჩვენგან წასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. პირველად მე თეატრში რომ მოვედი, სწორედ
ვიხილე მისი წარმოდგენა კავკასიური ცარცის წრე და იმდენად შთამბეჭ დავიეხო, რომ მას მერე ყველაზე საყვარელი, ყველაზე ახლობელი მსახიობი ჩემთვის იყო ბატონი გურამი და რა თქმა უნდა ძალიან ვწუხართ. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ყველა ჩვენთაგანისთვის. ის იყო ძალიან კარგი ადამიანი. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მას არა მარტო სცენაზე ვხედავდი, არამედ მასთან ძალიან ახლობლობდა ჩვენი ოჯახი და ძალიან დიდი ტკივილია ჩემთვისაც.